პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე მესამე თავი. არა უწყით არამედ თუ ტაძარნი ღვთისანი ხართ და სული ღვთისაი დამკვიდრებულ ართ თქვენ შორის. გვახსენებს, ღვთის ტაძრები ხართ. თქვენში ღვთის სულია დამკვიდრებული. მერე გვაფრთხილებს, რომელმან ტაძარი ღვთისა განღწნეს იგიცა ღმერთმან. რამე თუ ტაძარი ღვთისა წმინდა. ისე გამახსენდა უცებ რა თქმა უნდა ჩვენს სხეულს ბევრი რამე ხრწნის, აღარ ვლაპარაკობ მძიმე ცოდვებზე, მაგრამ მაინტერესებს თამბაქოს წევა თუ ხრწნის ჩვენს ტაძარს. რომ ფიქრობენ რომ შეიძლება შეათავსო ქრისტიანობა და მოწევა. წლები არის, ადამიანები არიან, რომლებიც ბრევლის წევრები არიან, წლები და თამბაქოს წევას თავს ვერ ანებებენ და მე კითხვა მაქვს რომ და თან თამბაქოს წევა ხო ხვდებით გაცილებით იოლია თამბაქოს წევას თავი დაანებო ვიდრე განკითხვას. აბა განკითხვას დაანებე თავი. რომელს დაუნებებია? შენა მე ვიღაცამ კიდე არც მე არ დამინებებია. თამბაქოს დავანებე. სიტყვაზე. ეს არის ურთულესი რა, რომ დაანებო ნამდვილ თან დაყოლილი ცოდვებს თავი და თუ თამბაქოს ვერ ანებებ, იმას როგორ დაანებებ. და ხშირად გითხრათ თამბაქო ამიტომ ყველაზე ადვილი მოსარავი ცოდვაა, მაგრამ მე კითხვა მაკლავ, ხრწნის თუ არა ტაძარს, სადაც უნდა ღმერთი დამკვიდრდეს. თუ ადამიანია დაეჭვდება და ფიქრობს, ხრწნის თუ არა ხრწნის. მაშინ ავიღოთ და გავაბოლოთ აქ რა. რას ამბობ ადამიანი იტყვის, ეს როგორ და როგორ და პავლე მოციქული ისევ თქვენი ტაძარი ხორცისა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტაძარი ქვისა. თითოეული თქვენთაგანი უფრო ძვირფასი ხართ ვიდრე ეს ქვის ტაძარი. და თუ აქ არ შეიძლება გაბოლება, რატო შეიძლება ჩაბოლება შიგნით? მით უმეტეს მაზიარებელი ადამიანისათვის. მე ვიცი მრავალი მწეველი გავანაწყენე, მაგრამ რა ვქნათ? თუ რამე ტყუილი ვთქვით თქვან